განსაკუთრებით უკვე 2 წელზე მეტია, რაც ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო მკაცრი კონტროლი მედიისა. ყველა იმ არხს, რომელიც არ შედის ხელისუფლების და ქართული ოცნების კონტროლ ქვეშ, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა ასეთი არხები და ბრწყინვალე მაგალითია თრიალეთის შემთხვევა, როდესაც თავისუფალ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას ცდილობენ, რომ შეუქმნან ხელოვნური ბარიერები და ასეთივე ბარიერები არ ექმნება არც ერთ სახელმწიფო მედიას. ჩვენ ამას ვხედავთ, დავალიანებებიც კარგად ჩამოწერეს და პლუს ამას სახელმწიფო უწყებები მილიონობით და ასობით მილიონი ლარის ღირებულების რეკლამას ათავსებენ სამთავრობო მედია საშუალებებზე. მე მინდა ღიად ვთქვა და ღიად დავდო ბრალი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ებრძვის დამოუკიდებელ მედიას. ჩვენ სხვა პრემიერ-მინისტრებიც ვყავდა, ხომ? გვახსოვს ქვეყანაში გნებავთ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ არც ერთი პრემიერ-მინისტრის დროს არ ხდებოდა თავისუფალი მედიის ასეთი ტიპის დევნა, რაც ახლა გვაქვს. რასაც უკეთებენ ეს ადამიანები თრიალეთს, რომლის დახურვაც უნდათ პირდაპირ, იმიტომ რომ ვერ მოახდინეს ამ თავისუფალი სულის მქონე ჟურნალისტების და ზოგადად ამ ტელერადიო კომპანიის ხელში ჩაგდება და მათზე კონტროლის მოხდენა. ამიტომ მე მინდა ობიექტივის სახელით ჩემი როგორც ერთი ჟურნალისტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადო თქვენს არხს და ძალიან მკაცრად დავგმო ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს თქვენს მიმართ.